2023 წლის 4 აპრილს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია თანამშრომლობა საქართველოსთან მიიღო. საქართველოს რეზოლუცია საბჭოს ხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ წარადგინა. ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის საეფექტურ კონტროლსა და რუსეთის პასუხისმგებლობას ადგილზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რაც დადასტურებულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებით. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, კოსტა-რიკისა და ლიეტუვის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში მიიღო საქართველოს მხარდაჭერი რეზოლუცია, რომელიც ეხებოდა ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ნიშანდობლივია ის დიდი მხარდაჭერა, რითაც ეს რეზოლუცია გავიდა. მხარი დაუჭირეს არა მარტო საქართველოს ტრადიციულმა პარტნიორებმა, არამედ მხარდაჭერ ქვეყნებს შორის იყო პრაქტიკულად ყველა კონტინენტის წარმომადგენელი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს, იმ მტკიცე საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს საკითხებთან მიმართებაში არსებობს, არა მარტო ჩვენი პარტნიორების მხრიდან, უშუალო პარტნიორების მხრიდან, არამედ მთლიანად მთელი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. გაეროს რეზოლუციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია თანამშრომლობა საქართველოსთან ოკუპირებულ ორ რეგიონში ადამიანის უფლებების შესახებ, რაც კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა საერთაშორისო საზოგადოების ურყევი მხარდაჭერისა ჩვენი ქვეყნის მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჟენევაში მიღებულ რეზოლუციას ქართველი ექსპერტები აფასებენ. გოჩა გვარამია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შეცვლის კუთხით და ამას სამი ფაქტორით ხსნის. ამ რეზოლუციას წინ უძღოდა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებული დადგენილებები, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით რუსეთი პირდაპირ იყო დადანაშაულებული ამ ქმედებებში და მას ეკისრება პასუხისმგებლობა. მეორე ის არის, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე პრაქტიკულად საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არის აშკარად შეცვლილი. ეთყობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ისევ საქართველოს შემადგენლობაში მშვიდობიანი დაბრუნების კუთხით სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების წინაშე ვდგავართ. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ანუ გაეროს ოფისი, პირდაპირ რუსეთისგან ითხოვს უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიების მოქმედების დაუყოვნებლივ აღდგენა და მათი უსაფრთხო საქმიანობის უზრუნველყოფა. ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის ფაქტების თაობაზე და მოითხოვს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივ და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას. რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ხაზგასმული ასევე გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების როლი.